აქ დავიბადე გელიკა. აქ დავიბადე. აქ გავიზარდე. სკოლაც აი აქედან ვიარე ინტერნეტში, აქ დავწავედი. და მარტო 15 წელი არ ვიცხოვრი. მე მოვედი და სრულიად მარტო გადავრჩი და ეს 45 წლამდე ეგრე ვიცხოვრე. ეხლა მე ხო ვერ მოსწავლი ის არა ვერავინ ქვეყანაზე რო სოფელს რა სჭირდება. ჭიმღაში ესეთია ყავისა დუღება რა გონია იმიტომ არავის შეძავი ყავაზე დაგპატიჟებო ხედავ რა მხედა პრობლემაა შეეშა ეს ვიღაცა შეაერთებს იმას დენზე და მორჩა და მე ჩემი გით ქართული მიწა აღარ არის იცი გერა რომ ჩემი გით ქართული მიწა აღარ არის აგე იქიდან უკაცი დავინახოთ მტერია თუ ვინ არის რა ის უნდა იფიქრო იარაღთან შორს ხარ ვარ გაიგე ხო და ერთადერთი ქართველი კაცი ცხოვრობდა ამხელა მილიონი წელი ეს სადენი კი არის მაგრამ კაცი არ გემოჩნდა რომ დენი ჩემითოს რა 2 წელი უკვე საერთოდ აღარ ყოფილა ყავა ტკბილი გიყვართ ბალღებო კაცო ტელევიზორს ვეჩართავ ზამთრის როგორ დასჩები ბიჭო ეს თითები ყოზებია თითო სამი ყოზია ინტერნეტი მოგლეც ხომე ქარი და გადაუძახებს ამ თებიდან მე როდის მივა იქ ვერტალიოტის უნდა მიფრინდეს ან ამინდი უნდა იყოს რომ ქარი არ იყოს ვერტალიოტმა როგორღაცა დაჟდეს იმიტომ ვერ დავჭი რომ დავიღალე ამ ზურშანთით იმის ზიდვაში კაც ეს ხო იცი ციცახეროა აი თავისებურად პიტნას ხო აქვს თავისი გემო აი ამას აქ ისეთი აი ბავშვები ლოკავდით ხომე რომ ამას აი ტყავსაძო ფუტკრებს უყურს მაგრა ტკბილი ხია ოჰო რა ყავა ისი გადასარევი ყავა ხელისუფლება ოდესღაც არსებობდა იცი ეს იმდროინდელია გადაჟები ცხენზე აგედენი ხოდა ელაპარაკები რაციაზე აი ეს გაყვანილობა გეგრაცია იმისია ხედავ რაციისა ეს არც დენი უშლის ხელს არც მდინარე არც წყალი არც ზვავი არც არაფერი ხელისუფლება იყო როდისღაც იცი ეხლა არ აგჯერა მაგრამ აბა გაიგია ეს რომ შეშურდება მე და არ დოწუს უქონდა და ჩავიქ მაგრამ საათი უნდა იცოდე ხო ისაც ჩართავს და მეც ჩავხდავ რა ზუსტად 2-ზე გამოვდიოდი და 10-ზე მე ძახის მე ჭიმღა კავშირზე ხარო ისმენ მე თბილისში შენთან ვისთანაც გინდა დაარეკინე იმას ეს ივანიშვილმა გავი რა თქმა უნდა ეს ინტერნეტი მოგვიტანა ხო და გეი ქარი რომ მოგვიგლეს იმას იმ თაზია რა ვართ მე გამოკეტილები ეს გაუშვა იქ აღარავინ ზის რო დაგველაპარაკოს და ჩვენ აღარ თქვიდა ბიბლიოთეკა ქონდა მეთქი ექთანი ყავდა სკოლა ქონდა ეს რაციები ხო ქონდა თვეში ერთი ვერტალიოტი ქონდა ეხლა აღარც რაცია გვაქვს აღარც კავშირი გვაქვს აღარც ვერტალიოტი გვაქვს არაფერი საერთოდ აღარ გვაქვს ვეღარავინ შეინახა თავი და წავიდა მეგობარო გადასახდა გაიქცა ეხლა იცი რა გშურს ეხლა მე ის მშურს რომ იქ ორი კაცი მაინც ცხოვრობს რაღაც რო გაუჭირდეს და ვისაც ორი კაცი ცხოვრობს იმას სამი კაცი საშურს რომ ისინი სამი მაინც არის ერთი რომ მოკვდეს ეხლა აქ გადაი ფიზიკურ გადარჩენაზეა საქმე მიხაპაპა რომ მოკვდა ხო იცი სოფელიც მოკვდა თორე ერთი ადამიანის სიკვდილს არა აღმაშენებელი მოკვდა გადაიტანს ქვეყანა როგორღაც ხო ესია ბაცო მეორე მოვა მაგრამ ის კაცი რომ მოკვდა სოფელიც მოკვდა და რატო მოკვდა ის კაცი იმიტომ მოკვდა რომ აი ხახაბოში და იქიდან პენსიონერი კაცი იყო ის კაცი და რო წამოვიდეს აი ფიზიკურად წამოვიდეს რა ან ექიმთან იმაზე ლაპარაკი ხო ზედმეტია რომ რაღაცა სოფლის ნობათი ბაზრამდე წაიღოს ეს ხო ზღაპარი აღარ არის ვინ ჩვენი 35 ლარით რა ექიმამდე ვერ მივიღწევია უკანაც ხო გვინდა მობრუნება კაცო ყებას ხო გინდა ან ღამის გეთება ხო გინდა 20-მდე ვთვლიდი იმ დღეს რა ფიქრში ერთი 20-მდე პენსიონერს მე ვიცნობ რომ უცხოეთში წავიდა ხევსურები იცი რატო იმიტომ რომ აგეხო ყები რასაც ვამბობ ექიმამდე ვერ მიდის იმ საშუალები და იმ ბაზარში რა უნდა მიიტანოს და წავიდა იქ შრომობს ვისაც ჯანმრთელობა ემყოფინა
ჩემი ოჯახიდან რა 6 წევრი აიქცა სულ. სამუშაოდ რა ვიცი, საბერძნეთში, საფრანგეთში, ყველა იგარბის, მე არავინ გამიგია რომ რუსეთში ვინმე მიიწევდეს და იქ ბავშვის გაჩენა და ის უნდა. სხვა არა წარმოუდგენელია. აი სააკაშვილის დრო სოფლის პროგრამა იყო 2000 ლარი. აი მინიმალური სოფლის პროგრამა იყო 2000 ლარი. მაშინ 3% გარბოდა სოფლებიდან. ეხლა არის 10000 ლარი. ეხლა 60% გარბის. რატო? რატო? აი უყურე კითხვა. იმიტომ რომ ეხლა ტრიუკია მეგობარო, ტრიუკი. ივანიშვილა საქანელები ისა გექნა რომ საქანელა და მოსაცდელი. და რაღაც ეს გასართობი ცენტრები და ბიჭო იმას ეხლა საქანელები ჩმოვკიდოთ აქა და იმას შეცვლა არ შეგიძლია. რო გეუბნები რომ ეს ბერბერაშვილა უმცაო და გაიხედე ქარის გენერატორს ხედავ? აგე ის იმან შემიცვალა, იქაც რაღაცები იყო სხვები, მაგრამ მაშინ იმიტომ არავინ გარბოდა რომ მაშინ ბევრი რომ შეგეძლო შენაც ინდივიდუალურად სოფელს გჭირდებოდა იმაში გამოგეყენებინა. ეხლა კიდე სულ უკან მიდის. მოვლენ ხომ ეს საქანელა არის, აი ეს არის, რა გინდა, რა და კიდე რა ეხლა. რა საქანელა ვერ გავა? საქანელებს კიდებენ არ ამაიარე ქმოში საქანელა ვერ დაინახე, ვისაც უნდა სოფელი საქანელა, უნდა ნამდვილი საქანელა რა აგასო რომ ქადაობენ ბავშვები იზენი, თავის დიდი პატარა. ის აზში არ არის, მე ხაშურში ვცხოვრობ, ფასანაურში ვცხოვრობ თუ ჭიმღაში ვცხოვრობ, ბიჭო, ვინც მაგას ადგენს. ეს გზა ეხლა რომ მოვიდა აქ 3 დღეში მოვიდა, 3 დღეში. 3 დღეში. ჩემი გულისთვის კი არ მოვიდა. აქ სოფლის გულისთვის კი არ მოვიდა. სოფლის გულისთვის რომ მოდიყო, ჩემი გულისთვის რომ მოსულიყო, აქ მაცხოვრებლისთვის. საიდანაც წამოვიდა ეს გზა, იქ 9 წლის წინ მოვიდა. 2017 წელს უკვე მოსულიყო გზა. 9 წლის წინ და 9 წლის წინ რატო ვერ გამოინახა ის? 3 დღე გასულ. ერთი კვირა. გინდა ერთი თვე. რატო ვერ გამოინახა? ესე იგი, აქ ხალხი კი არავის არ აინტერესებს. ზოგი ახლა ის ლანძღვა იმის სააკაშვილის და ვეღარ ლანძღავს ეგეცო ხო გითხარი? როგორ ლანძღავს უსინისობა გამოგვია ბიჭო. შუქი არ ქონდა შედა ლოცვილო. თბილისში მაგ სახლკარი. აი კაი იმას ბავშვები რა სწავლობდნენ უნივერსიტეტებში, იმაში და აი გათმობა აი ალვის ხეებით, იმეებით, ვებოდი აი გამურულები დილით როგორც გამოქვაბულში აი ესეთ ახალხი ვიყავი. შუქი მოიყვანა, გარეთ ვერ გამოხვიდოდი ბიჭო, პოლიციელი გარეთ ვერ გადიოდა. შეეცვლია რა. რა ეცვან, ჯარს აეცვან, პოლიციას აეცვან, იმას ვეღარ ულანძღავთ რა გელა აბა. აი სალანძღავი ეხლა სხვა გახდა, აგე რომ მოვყევი რომ მოვყერო, ეგ კაცი ერთი კაცი მოკვდება ეხლა თვითონ სოფელზეა გამოდებული ნეტა ამემა იცოს, მეტი აღარაფერი არ გვინდა. ცოტა ხანი რა. აი ეხლა ეგ რო შევიაროთ, ეგ იქ ჯარისკაცებია. ამათ იმის უფლება რა აქვს რამე რო თქვა. ჩემი შვილიშვილები არა, აი მაგარი ბალღებია, ძალიან მაგარი ბიჭებია და იმაში საკონტრაქტორში იქ მუშაობდნენ, იქ ავღანეთში და იმაში დადიოდნენ. ხოდა რო ჩამოვიდნენ დაანებეს იმას თავი რა, ის მუშაობს, იმიტომ რომ აღარაფერი. აი ესე მონობა, მსახურობა რაღაც. რამდენი აბა თმოყარე ბალღი ეცი, რამდენია თმოყარე ბიჭი, მაგრამ აბა თავს იქნებს რა, თავჩახრილია, ნუ დაიკარგები, ჭამე და თავი დაიქნიე და მორჩა. ეგრე ეხლა ყველა საჯარო. შენ გონია ხმას ვინ მიაძლევს? არა. აქ მოვიდა მთელი შარშალთალი სამყარო ეს ის. ყველა ზოგი ჩემი ახლობლები ისინი მუშაობენ. თავისი ბებიის, ბაბუის, ამის პირადი მონაცემები აკრიფეს, ჩადეს კომპიუტერში. აი ეს ევროპაში არ ხდება. კაიგე, გელიკა. ევროპაიცი რატომ მინდა? აი იქ არა ნამდვილად ეხლა აქედან 4 კაცი ვართ. უმეტესობას რომელიც გვინდა იმ ადამიანს ავირჩევთ. იქ კანონია, აი კონსტიტუცია. ესე კი არ არის იმას ქაღალდი კი ნაკცევი კონსტიტუცია. ეგ კონსტიტუცია რა, აი კონსტიტუცია უნდა შეესრულდეს გას. იქ ალალად უნდა მივცეთ ყველა ხმა ვიღაცას ვინც გვინდა რა. ეხლა რა აზრი აქვს აბა? ჩვენ ხმა, ერთი ხმა კი მაქვს, მაგრამ იქამ ჩემ ხმას ფასი აქვს. ეხლა არაფერს ანიშნავს. ჩვენ არაფერს არ ნიშნავს. ჯვაკ იმიტომ ვიქნებ წელს რომ იმ შვილიშვილებს ვაშკაცი ბიჭებია რომ გეუბნები. ბიჭო, ჩემმა სახელმა ხელი არ შეუშალოს რა, მე რო აღარ ვიქნები. აი ეგ ვიღაცა მისი არ მახსენოს რომ აი ბაბა შენს რა ცელი ვიქნიე რა. ისე ვიცხოვი. თავის პერვა მქონდა, თავისი ეხლაც რა ვერ გავჩერდები.
ფუტკარივით ადამიანი ვარ რა, სხვის ლუკმას ვერ შევჭამ, არ ამჭირდება რა. სანამდე შემეძლება რა, ვიბრძვი და ეხლა წარმოიდგინე რომ ჩვენ ევროპაში ვიყოთ, ევროპა გქონდეს, ევროპული სახელმწიფო გვეშენებინა, რამდენი დრო დავკარგეთ. Čo რა კარგად ვიქნებოდით, რა კარგად ვიქნებოდი ეხლა მე მაგალითად. ევროპა რო იყოს პატრონი ვექნებოდა გელა, პატრონი. სოფელს რო ასოფლებ ადამიანი, შენს იქით რო ქართული მიწა აღარ არის რა. სამყაროს ქვეყნის მთელი ქვეყნის დასასრული როა. Čo ყურადღება გვექნებოდა, აბა არ გვექნებოდა. სანატრელი კი არ გავიხდებოდა გას. ხალხი იცხოვრებდა ევროპა რო ქონდეს ხო პენსია ექნებოდა კაცს. ჰა. ღირსეულად იქნებოდა გასო იმაზე კი არა რომ აქედან ექიმთან რაღაც იმ თანხით წავიდე რაც მომწეს და იქიდან ფეხი წამოვიდეო როგორმე. აი თამოყარე კაცი არა ეხლა პენსიონერი კაცი. 5 კაპიკი რო გაკლია 10. აი მარშრუტკაში რო ჩარჯე, ჩემაგალიცე გეუბნები. და აღარ მაქრა ბიჭო მაკლია რო დათვალოს იმანა, რო ჩაუყარო დათვალოს, ხო ხერხულში ჩავარდები. ავდგები და ფეხი წავალ აი ორგაჩერებას. აიგე. და ეს ევროპაში ხო ესე არ მექნებოდა გას. იქ თავისი პატრონი ყავს იქ. იქ განათლებასაც პატრონი ყავს რა, თუ განათლება გინდა, თუ არა, ხო უამრავი სამსახურია, ხო უამრავი სამუშაოა რა, თავისუფალი ხარ. ყველანაირ რაღაცას აარჩევ. აქ მონა უნდა იყო, სხვანაირად არაფერი, ეგეთი უნდა იყო რა, თავდახრილი უნდა იყო. ჩვენო მართლა ეხლა ქვეყანა წინ წავსულიყავ, ქვეყანა ყოფილიყავი, ჩვენ ხო იგივე ევროპა ვიქნებოდი და სანატრელი კი არ გვექნებოდა. ის თავისუფლება და ის ლუკმაპური სანატრელი კი არ გვექნებოდა. ის ზამთარში ერთი რეისი მაინც ხო გვექნებოდა ვერტალიოტი, როგორც ქონდა ხოლმე წინა ხელისუფლებაში. თვეში ერთი ქონდა. თვეში ერთი და იმით მიქონდა, მოქონდა, აი რაღაცა ცოტა ქონდა ის ექთანის ხო ბევრს ნიშნავდა რა. ეხლა საბაგირო გზას ხო არ ვითხოვთ რა. ეს აგე სოჩიკი მიკედია, სოჩიკი დამიყვდეს, დენი მოიყვანეს ვითომ. მოიპარეს ისა და ჩაქრა და წავიდნენ და всё. პატრონი აღარ არის. ევროპული ის რო იყოთ რა, ევროპული ის რო ქონდეს, ესე არ იქნებოდა. როგორმე იქნება გავხდეთ რა, როდისღაცა და აი მაშინ ნახავ რომ ეს სოფლები ისევ გაივსება. ეს ამათ არ უნდა თუ გელა თუ დარჩნენ ესენი, თუ კიდე გადარჩნენ რა. ჩათვალე რომ всё რა, ის როგორც კი იმ გველოშაპი იმ ხაფანგიდან ამოიღებს ფეხს თუ გამოზურა იმებს, უკრაინელს თუ გამოზურა. ჩვენ დავჩებით ხელში. всё. იცოდე რომ ჩვენის არ გაგუშვებს ხელიდან მერე, აღარ გაგუშვებს. იმიტომ რომ გაზრენ ისენი. ვეღარ აიმათ, ვეღარ დააბრუნებს. უკან და ჩვენ ღავართ და ჩვენ კიდე დროს ვკარგავთ რა. აი ეგ დროს ვკარგავთ ესე უთავბოლოობით. ეს რაიც აგაკეთა რა, ეს მზის ბატარეები ესენი ხო ყველა ევროპის მოცემულებია ჰა. ხო ეგრეა. ყველაფერი ევროპის მოცემულია. გახსოვთ თქვენ მაცაცონდა რიმინძე გამოვიდა აი რო გადავკეტეთ აი ისა. მერე გამოვიდა რომ USAID-ისთვის მაქვსო და გვაქვსო რა ნათქვამიო და აი რა პასუხს გვეტყვისო. ანუ შუქსაც კი ვერ ჩაგითავთო. განა რა ვიყავით? 10 კაცი მოვგროდი და 30 პოლიციელი მოვიდა. ეგ ეხლა თუ რამე ვინმე რამე გაგვიკეთა ეს მზის ბადაფები ეს ყველაფერი უცხოეთი საკ. ო და ის ვირო მადლიო რა შეგინება როა რა ისე გამოდის. ჩემთვის იმას ნიშნავს ევროპა რომ თავისუფლებას ნიშნავს რა. განათლებას ნიშნავს. განათლებას რა თავისუფლების იმაზე არსი და აზრი რო გაიგო იმას ნიშნავს. იმას ნიშნავს რომ ჩვენ იქ მკვლელი არავინ არის ჩვენ იმ ევროპაში. არავის არ მოუკლავს ჩვენთვის. არავის არ დაუმონები ვართ რა. ჩვენი არაფერი მართებს. პირიქით აქეთ გვიწვის რომ ამობ რომ იქ არიან მეთქი იმ ლუკმას, არა, იმ ლუკმას აქ უნაწილებენ. და განა ის მარტო ჩემი ისენი კაცო. რამდენია მთელი საქართველოს ვინ იქნება ისეთი რომ იქ არავინ ყავდეს, იქ არავინ ჰქონდეს. მეგობარს ნიშნავს რა ევროპა მეგობარს ნიშნავს უღალატო მეგობარს. გვერდით რო გიდგა რა გამოკეთი, გამოსწორდი. შუქი რო გაკეთდა, ჰესი რო გაკეთდა რა, რამდენი ზოგი ძახის 2.600.000 დოლარი, რამდენი ეს 2019 წელს. და წარმოიდგინე ეს რამდენი 6-7 მილიონი რო წაიღო ამას ევროპაში ვინდა გადაწებინებს გას. შუქი ხო მექნებოდა. მეტი ეხლა ყველაზე პრობლემა შუქია გელა. შუქია სინათლეა რო, იმიტომ რომ ყველაფერი შუქზეა.
ეს ტელევიზორიც, ეს ინტერნეტიც, ეს ბოლო-ბოლო ჩამოვიდა დიდი ღამია ზამთარში. ძალიან დიდი ღამია არ გათენდებათ 16 საათი, 17. დაბაი ლამპიშუქზე იმაზე რომ თვალგახელი კიდე რო იწვე კაცო, ვერ ადგე უნდა წაიკითხო, უნდა რაღაცა ის გინდა რა, პლიტა ჩართო, ან რაღაცა. ეს ევროპაში ხო ესეთი არ იქნებოდა ჩემ მაგალითს, მაგას გეუბნები. რაღაცა როკი ვიცხოვრე და ამხელა ტერიტორიას როული მთელი 50000 ჰექტარ მიწას მაინც სულ მინიმუმი. შო ჰექტარიც მექნებოდა, რაღაცა ის მექნებოდა. სადღაცა იქ ევროპა იმაში იაპონიაში მგონი ერთი ბავშვი მაიარა სკოლაში 10-11 წელი და ხარასული მატარებელი იმის გულში ჩერდებოდა. რაღაცას გადაადგილებდა იქ ჩერდებოდა, ჩამოსვამდა ერთ ბავშვს და წავიდოდა რა. ხო და ჩვენ მე ამხელა ტერიტორიას იმაშვები და დენი აქ არის და გუბერნატორი რო ამოვრო ტყემალზე ზისო. იმან ერთი ტელეფონი უნდა რა, რო უთხრას რომ გაერკვიეთ კაცო, სად არის? აბა იმანტიორი ხარ, ვინ ხარ თუ? ლაბორატორია სად აგაგთმეთ? პატრონი ხო უნდა. ჩემი მაგალითი ის არის რომ პატრონია ის ევროპა, პატრონი იქ. ევროპა გადა იმას ვამბობ რომ გერმანია ჩემი პატრონი ეს არის. აი ჩვენო ვიქნებით ევროპული სახელმწიფო პატრონი გვექნება მე. თვითონ აქვე გვექნება სახელმწიფოში ის პატრონი მაგას ნიშნავს. მე ის ევროპა აქ მინდა. ჩემ ქვეყანაში მინდა. იმაზე ვდადობ რომ ის შვილები და შვილიშვილი იქ რო აჩერენ და სვის ხელი იმას რესპუბლიკის სახელს და იმას რომ იქ მოქალაქეობას იღებენ. ეს აქ გვინდა აქ და იმიტომ არ გვაძლევს ევროპა რომ არა ვართ რა რუსების მსახურები ვართ. მოონებად გვაქცია რა ერთმა იმან კისერგაცვეთილმა მე ვაჭარმა რა. ჯო ეგ ეხლა რომ სოფლელ კაცს მოუყვე არა. აქ ჩეხავდა წინათ კაცი რა, ხელსური კაცი აქ ჩეხავდა რა. გაგათხოვებენ და ხო აი რაღაც ირეთი აშინებენ აბა. აი ეგენი რო უთხრა ეხლა დუშელ კაცს. ჩავხალსურავი თურგუდამაყარი ეს რა. ვაშკაცი ხალხია. ზოგან ეს არ უნდა თქვა ბიჭო თათუშეთში, სვანეთში, ამაში, იმაში. ის ყუასუსტებისთვის და იქნება ზოგი იწმეეგება. ვისი ეშინია გას. შემაწინებარმა ის ამაკ სამაყო გაიგე რომ სისხლით მორწყა აქაულო მაგით ვამაყობდა. რას ვისი მაშინებს? ჩემი სამშობლო. ხელს ვინდა გადებინებ. ხო და ოგე ეხლა მონობისკენ და მსახურობისკენ მიდის რა. ქვეყანა და მადლობა გე გოგო ბიჭებს. თუ კი როდისმე საშუალება მექნება იმათ მოუხადო რა ის პატიმრები რო არიან. ვაშკაზი გაუტეხელი გოგო ბიჭები. ისინი იცი ვინ არიან? აი მარომაყაშვილებია. აი სანწუხელიძეებია რო იცოდი, აი ტყვია რომელსაც არ გავორდიან, მაგრამ აი ისინი იბრძვიან, ესე უნდა ბრძოლა უნდა. აი სანამ ეხლა ის გოგო ბიჭები გამოდიან იქ ცენტრში და იბრძვიან. ერი მანამდე ვართ ეგენ. მე როცა უკვე ყველა თავს დახვრი და შევძრებით იმ ჯამში და ლუკმაში. ერი აღარ ქვია მე. მე მონები ვიქნები, სახურე.